გამარჯობა, ჩვენ ვართ ჯუჯღუნები და ეს არის ელენე და მე ვარ მარიამ. და ეს არის ჩვენი მეორე ეპიზოდი. პირველ ეპიზოდსაც შეეხება ცოტა შეცდომებს გამოვასწორებთ, იმიტომ რომ რაც მოგვიდა მაგრამ. ხო, ცოტა შეცდომები მოგვიდა. მოდი ვთქვათ, რაც მოგვიდა. მოკლედ ელენე მაარი ცოტა კევინ დე ბრუინი მიიღო. მე ვთქვი, რომ კევინ დე ბრუანი თქო, თურმე ყოფილა კევინ დე ბრუინი. კიდევ ტოტენჰამი არ არის, ტოტენჰემი არის. კიდე რა შეცდომა დაუშვი აღარ ეს ცუცაა, მოიწყო ცუცად გაცნობა. ესაა ცუცა, ესაა ჩემი ცუციკო. და ელენის ცუციკო. ელენის? ცუცი. ეხლა იყო ოქროსპურთი. ოქროსპურთს რაც შეეხება, მგონი იმის თქმა შეგვიძლია, რომ მე პირადად მე ვიტყვი, რომ დემბელეს მგონია, რომ ადგილი ან დამსახურებულად მიიღო ეგ ადგილი. რაფინიას რაც შეეხება, მეხუთე ადგილი იყო, აი საოცრად საშინელება. აი, უბრალოდ არ ემსახურებდა. კი, ნამდვილად არ ემსახურებდა. აი, ნამდვილად არ ემსახურებდა. მეორე, მესამე ადგილი შეიძლება და რა ქონდა. ანუ, რა ლამინია მალი. აუღერთ, აი, ძალიან ცუდი ვარ, მაგრამ რაღაც არის? იამალი ძალიან ისეთი არა, კარგად თამაშობს რა. თან თავის ასაკში 18 წლის არის. თავის ასაკში ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ რომ მგონია რომ მაინც რაფინიას ეკუთვნოდა რაღაც უფრო დემბელეზე ვერ ვიტყვი რომ ნამდვილად ან ვერ ვიტყვი რომ არ ეკუთვნოდა რა ან იმდენად ძალიან მიყვარს დემბელე აი მართლა ძალიან მიყვარს აი ხახნო ძალიან მიყვარს სხვა შორის მე ახლა გავიცანი დემბელე ანუ არ ვიცოდი დიდად ესე კარგად ახლა გავიცანი არა ჩემი არის ფიქრობ არ ვაგიურთებ ну ხაჯუდთან არ მაქვს ძალიან ცუდი ურთიერთობა მაგრამ კიდე ვუყურეთ ბარსელონსა ნიუკასლის თამაშს ჩვენ ხო და მგონი მაგაზე შეგვიძლია ცოტა რაღაცები ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენი მეგობრისგან რაღაც ვილაპარაკეთ და რაღაცები მოვისმინეთ კიდევაც და ცოტა მეტად ჩავიხედეთ ფეხბურთში კიდე მე მგონი ну სახელი ვთქვით ის უნდა ვახსენოთ აი მაშინ რო ვიძახით რომელი ჯობიაო ნეიმარიო ის თუ ეს თუ რაღაცა რომ ეს მესამე რო იყო ნეიმარი ხო აი ეგ სამძან სწორად თქვა და ეგონი თქვა და სადაც თვითონ ტყვის პერი შეიძლება ხო ანუ საბამ თქვა რომ ასეთ რაღაც გითხრა რასაც ორივე მემხრობით რომ იმდენად კარგი იყვნენ მესი და რონალდო რომ ნეიმარი დაიკარგა ანუ იმდენად ისეთ ეპოქაში მოხვდა ანუ ისეთ წლებში მოხვდა ნეიმარი მათთან რომ დაიკარგა რა მესამე პირი იყო რა მაგრამ მე აი ნუ ვიდეო რო ნახეთ ახლა გუშინ TikTok-ის ვიდეო რა იყო აი კაცი ძალიან კარგად ხსნის რომ ახლა ეგ აშვაში იყო იამალი გამახსენდა მაგრამ აი ეგ იამალიო რატო გახდაო ნეიმარიო ბავშვებისთვის ყველაზე მისაბაძიო იმიტომ რომ ორივეს რაღაც პონჩი აბალანსებდაო რა მაგრამ კი იმიტომ რომ ხო გართობასაც და იმასაც აბალანსებდა მაგას ვამწინა ვიდეოში ცეკვთქვი ზუსტად რომ აი რონალდინიო რო არ იყო კარიერისტი ანუ მაგას ხო ყველა ხედავდით რა და ნუ ეგეთი იყო და ნეიმარიც ეგეთია უბრალოდ ნეიმარი შედარებით ნაკლებად ჩანდა რა ეხა ეგეთი რა მაგრამ რო ვფიქრდები ყოველთვის ქონდა დრო იმისთვის რომ ნუ მე კლუბში წასულიყო მე დაელია ეთამაშა ანუ ყველაფრისთვის ქონდა დრო რა და ნუ რა თქმა უნდა მგონი იამალიც რაღაც პონჩიც ყველგან დადის ყველაფერი აქ ასხმული ვიჭია რა სკოლი ნენა ჩვენ შეგვიყვარდება ლამინია მაგას მართლა მე მგონი აბა ეს კატები დარბიან გვაპატითო აი სხვათა შორის ახლა გავიგე რა იყო ლა ლიგა პრემიერ ლიგა ანუ აზრზე არ ვიყავი რა იყო ანუ არ და რა მარტივია ანუ არაფერი არ რა ჩავიხე ანუ რო ნახე ეგეთი რაღაცები ახლა მიხდი რომ ფეხბურთი იმაზე მარტივია წესებით ვიდრე ჩვენ გონია უბრალოდ აი ოდნავი მეცადინეობა უნდა აი ოდნავ ეს არის წავლას იბერებს გონი მოგვიწევს რომ ალე სტუმრები დავიწყოთ იმიტომ რომ იმაზე ან მე და ელენე მეტად ვეღარ ვლაპარაკობთ ფეხბურთზე იმიტომ რომ უკვე ჩვენი ცოდნა იწურება კი ვსწავლობ მაგრამ ნელა იწურება და მგონია რომ ახლა ახალი სტუმრები მართლა აი ძალიან მაგარი იქნებოდა ახლა ჩვენ აი შუაში სტუმარი ანუ ის ხახ ცუცა გაჩე ხა მოდი აქ სასწრაფოდ ცუცა მოდი მოდი წეს ეგეც და დემბელე რო ოპა, ეხლა გავარდა ის ფისო.
მომეჭდა ეხლა. ბრიტანელი ბავშვიო. ეს როგორ აღარ მახსოვს. ეს იყო. ბარსელონაში თამაშობდა. მიკროფონი. ჩვენი სტუმარი ეს იქნება ჩვენი ფაცო. თუ არ ჩერდება. გონი არ უნდა ჩვენ სტუმრობა. თუ ნახე შენ. თუ არ შეიძლება ორ წამს დაგვაცადე. აქ სტუმარია მგონი. რა აბა? ფაცო. კაი არ მოსწო. არ მოსწო. ვაი მილდა. რაღაცა სტუმარი არ გაგვიჩერდა და რა სტუმარი ეს ცოტა კაი სტუმარი. უი. მოი თქვენ რა სიტყვით ფეხბურთზე? რა ჩემი გიხავდა რომ მეყოლება ფეხბურთელის სახელს დავარქვი. აი კურა მყავდეს ბაბეს დავარქვი. არ მეყოლება კულტურა სულიანები არა. ისეთი. ეგ სალახს სუმახსენება ის ჩვენი ვიდეო. რატო? ის სახელებს ვარქვით. სალახს. არა რატო ეს არის ერთ-ერთი ანუ იმის გამოხატვა როგორ უყარს ფეხბურთი. კაი. ედრიც ბარსელონაში. ედრი ძალიან. წინა ვიდეოში არ მერეკო ეგის რა პედრიზე გველაპარაკა. იმიტომ რომ რაღაცებს გამიხელავდი. აი პედრი არის საოცრება. მიდფილდერია მგონი, ხო? ეგ ხო, ოკეი. აი საოცრება. ამეწონი და ეხლა ბარსელონას თამაში როყო ნიკოსელთან, მაგას მანდაც სამაგარი თამაში და სამწუხაროდ ვერსად ვერ ვიყავ თამაში რა, მაგის და უყურე რუსული საიტი იყო და ну ეს პედრი ვაშ ამისა პედრი хорошоя პედრი хорошоя საბა ეს რაღაც კომენტარებს ეს 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 წერია რომ ჯოსე მურინიო თვაც გამაკაც მაგასო შიდა ანუ სახშიო არასდროს და ანუ არც ერთ გუნდს არ დაუმარცხებია მისი ჯგუფიო 9 წლის მანძილზე და ჯოსე მურინიო ხო რეალ მადრიდის მენეჯერია იყო მაგ დროს არ დაუმარცხებია 150 თამაში რეალ მადრიდი იგებდა ეხლა მაინტერესებს ანუ შიდა თამაში რა ნიშნავს ესპანეთში რეალ მადრიდს ეთამაშებდა მაგრამ ბარსელონა არ დაუმარცხებია ბარსელონას ხო ანუ ყურე ქართულად რო გან საკუთი ფინალი და ეს ხო ბარსას ფაი ეხლა დინამო თბილისის სახლი რა არის თბილისი ხო ანუ რა თქმა უნდა იცი ანუ შიდა თამაშები არის ესპანეთის თამაშები ანუ ლა ლიგა სადაც ანუ ლა ლიგა არის ესპანეთის და მაგ ანუ ბარსა ატლეტიკო ვინც ესპანეთის კლუბები აი მაგ კლუბებში აქ რო ეხლა მაგალითად სახლში დინამო თბილისს ვერ ამარცხებს ვერ დინამო ბათუმი ვერ სამო თბილისში ქალაქში ოკეი კაი მადლობა აი ბრაზილიაში ის მეშინია იცი აი ჩავიდა ბრაზილიაში ან და ოი ჩავდა მე ერთხელ დავისროლა ეკოსნებას და რა ჩავიდა ბრაზილიაში ბურჩი გამიგდა რომ ვერ აი თავის გამო და მოიმზადა მგონი ბრაზილიაში ანუ ხა ბრაზილიაში ის უფრო უნდა მომზადა რომ იმ ჯიბიდან ტელეფონი არ მოგაცალოს ორ წამს თავი დავიწყოთ ყველაფერი და ესე ვიტყვი რა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ ენაზე მეთქი რა განს ჯერჯერობით მოდი ვისაუბროთ ქართული ფეხბურთის ფაქტებზე რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ მეგონი ის რომ ჩვენ დავიწყეთ 1992-ში ჩავატარეთ პირველი ფეხბურთის მატჩი მაგამდე ვიყავით საბჭოთა კავშირის გუნდი და ნუ 91-ში უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ 92-ში პირველად ჩავატარეთ მატჩი და ეს იყო ლიტვასთან მგონი. არის ეს თვითონ ლოგო, რომელიცაც დახატული არის წმინდა გიორგის გამოსახულება. და მე მგონი ეგ ყველამ ვიცი. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აი ფეხბურთელები ძალიან აი ნაირად თქვა აი შეძლოს თანაპირჯორსაც რო იწერენ თუნდაც ხელს რო ადევენ ამ ლოგოს ჩემეც ეგ თალკე აი ერთხელ მინდა რომ ეგ გავაცადო ოღონდ მართლა არ ვიცი რატომ რა აი ძალიან მინდა რომ აი ეგრე შევიდე ხო ელენეს ქარტეს ამ ფორმა რო გამოუგზავნო აი ყარ დაგოსპონსორე ფორმა არ მინდა საკუთარ მაგაში ანუ ფორმიანი რომ შევიდე იმენ რომ მეც ვითხოვ თამაშო წარმოიდგინე შევაჩეო არ არსებობს რომ ჰიმზე ანუ არ გავჩვენე აი მე ხა გავახსენე გახსოვს კაშის შეეშალა ხო აი ჰიმზე სულ აი ვჩერდები და აი არ ვიცი აი სისხლი მიდუხს არ ვიცი რატო სისხლი მიდუხს ახლა იმიტომ რომ შენია და ყველაზე მეტი თამაში საქართველოს საკნა თამაშები თბილისში ისე დინამო პორტსპეიჯს ისე ბათუმის დინამოც და არ არის გოგო ბათუმის დინამო არ არსებობს აჭარა გოგო აჭარის ქვია აჭარა ქვია მაგ სტადიონს ოკეი შოთა არველაძე ყველაზე მეტი გოლი გატანილი არველაძეები ძალიან ფავორიტები ჩვენი ფავორიტები არიან ყველაზე მეტი ქულით საქართველოს დაუმარცხებია ტაილანდი და ეს ქულა იყო 4 გოლა 2023 წლის ოქტომბერში ტაილანდი ოღონდ ფრენდლი მეჩი ან საქართველოს მეგობრო გიორგი მიქაუტაძეს ქორტანა გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა 4 გოლი საყავ აი ეს რა ფაქტია უკაცრავად some embarrassing defeats რატო ვერ გავიგე ჯერ ეს ერთი რომ ანუ მოდი მაგაზე ვაპარაკო ჩემს სასირცხლო არაფერი არ არის იმაში რომ 5-1 წავაგეთ ანუ ის ანუ მე ხა დავები არა
ხო საერთოდ არაფერი არის მართლა აქ რატო წერია ეგრე and some embarrassing აი მე ამ საიტს უჩივლებ ერთი რაღაც მეთქვა რომ ანუ ვითამაშეს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს ესპანეთმა და ჩვენ ვითამაშეთ მათთან და ანუ მგონია რომ ეს ძალიან დიდი განვითარება იყო ჩვენთვის კი და თან ესპანეთს ესპანეთთან რო ქონა ან ერთი ეგონა ვთქვათ რომ აქამდე ახლა მე მგონი უფრო იყო ახლა აღარ არის ეგრე ძალიან მაგრამ როდესაც ჩვენი გუნდის ფეხბურთის აი ბიჭები რაღაცას აგებდნენ თამაშებს ოღონდ ეს კარგი ხნის წევრი ძახი მაშინ ძალიან იყვნენ ხოლმე გადა იწყებდნენ გაკრიტიკებას რა აი რაღაცა ძალიან იწყებდნენ და სულ იძახდნენ რომ თამაში არიციან მაგრამ ახლა მე მგონია რომ უფრო წამოვიდა ის რომ აღარ არის რა სამარცხვინო იმიტომ ცდილობენ და ახლა უფრო თითქოს ეს ვიყო ანუ ფეხბურთელები ის ანუ არ ვიცი როგორ ხარ ახლა უფრო მეტი ემპათია გავუშვათ იმიტომ რომ ევროპაზე გავიდნენ ანუ რაღაცა წარმატება აიღეს და მაგ წარმატებაში ხო წინა ვიდეოში ცხოვრობდა კი მნიშვნელოვანი იყო ევროპაზე გასვლა ჩვენთვის და ზოგადად საქართველოში ფეხბურთისთვის რომ ანუ ხალხმა დაიწყო ჯერო ფეხბურთის ყურება თუნდაც ფეხბურთის ყურება და რა ნაკრების ფეხბურთის ყურება და მატჩებზე და მეტად დააფასეს ფეხბურთელები. ანუ ის რომ აი ბურთის გაგორება ფეხბურთზე, მაგაზე ნერვები მეშლება. ანუ თან აი ნერვები მეშლება უაზრო კომენტარებზე. ხო, რა შემიძლია იმ ხალხთან ფეხბურთის ყურება, ვინც არის, ანუ განა არის ის ფეხბურთი. ანუ უაზრო კომენტარებზე. ანუ ხო, გადაუგდე. ასე მიეცა. რა იცი, კრასი, ანუ ხო, დაჯექი და უყურე რა. და რაღაც ვამყეს მოუყურე. შემდეგი არის ნუ ვილი სანიოლი რო არის ჩვენი ვინი სანიოლი საკმაოდ კარგი მწვრთნელია ჩემი აზრით. რაც საქართველოს ყოლია. შენი აზრით? სხვა ყოლია არც ეს. არც. აი ხა მაგვაპატია ცოტა ხანი ამის ყებს ხმა იქნება. რასაც საქართველოს ნაკრებს გაუტანია გოლი, ანუ რამდენი წამში 92 წამში გაიტანეს პორტუგალიასთან ევროპაზე. კვარცხლემ გაიტანა. კი. ანუ როგორ მე საერთოდ არ ველოდებოდი ხალხმა მაგ გოლს გოლი რო გაიტანა, ან ეგ ვიდეო მაქვს რომ კი ვივარ და წივარ, მაგრამ ანუ საერთოდ არ ველოდებოდი. აი საოცრება გოლი იყო ყოჩაღები კი აწა. ეს არ გაიტანა. ოჟენი ხომ მიგიჭროს უცბად აი. იამალმა რომ მთელი მისი ოჯახი მიიყვანა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე. მაგაზე რა აზრის ხართ? მეც ეგრე მივიყვანია. Ці რა უნდა ვქარავნა გავხსნა. აუ იმ ბიჭი რა იქა, აუ ჩვენი მაღალი რო არის. ხალხი? არა, ხალხი ნაკრებში. ლოჩოშვილი? არა. ვისკოს? ის არა ქვია. რონალდო. ხო, ლოჩოშვილი. აუ ერთ ვიდეო ნახე, მე არ ვიცი კიდე თუ არა. მაგრამ ანუ ლოჩოშვილმა ხაიტი არ შესაძლოა. ლოჩოშვილმა რაღაცა ფეხი მოარტყა ვიღაცა ბიჭმა, ვიღაცას რა მოკლედ და ლოჩოშვილმა ინეს ანუ ინე ეწოდა. ხო, და მე ჩაუყარა ესე და ხედი რა მოყედა. აუ ის რაღაც ქნა, რაღაც უკრა. ის არ გახსოვს. ხო, ის არ გახსოვს კიდე ჩვენი ერთი დაუთელი იყო. ხარხელი, ანუ ვიღაცა ბიჭი დაიჭირა რა, ხაიშხდება და დაიჭირა და იმენა ერთად დაეცენ. ანუ ხო არ გახსოვს აღარ მეცემ. ანუ მოკლედ იმის გამიდოდა მე რომ აი ამით დავასრულოთ ვიდან და თუ გამოს ყურზე რა ვიჭირს? არა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არავის არ უნდა გცხვენოდეთ. ამაზაკოს. მე იმის თქმა მინდა რომ A few moments later. ანუ ჩვენი კონტენტი რა არის? მე რასაც უყურებ ფეხბურთზე ლაპარაკობენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან გადამკვდარი ფანები რა. ძირითადად კაცები. ძირითადად კაცები, ხო. ახავს ქალები, აი ძალიან ცოტა, აი კაცები მგონი არიან. კი, ცოტა შორის ქართველები ბევრი სწავლობენ სპორტის ჟურნალისტიკას და ძალიან მიხარია თან გოგოები რა. და მეც მინდა ძალიან დიდი უნდა ვისწავლო. ალბათ უეჭველი ვიზამ. მე მგონია რომ მეტი ქალი უნდა იყოს ამ ინდუსტრიაში. მართლა. მე მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაცას იზავენ ქალები ამ ინდუსტრიაში რა. კი. ნუ თავარია პირველი ნაბიჯები გადადგან და ხო არ ვიცი. ამიტომ გოგოებო, ვისაც ფეხბურთი გიყვართ, მგონია რომ იმის გამო რომ ეს ბიჭის შეგვიძლია მე გარ. იცით შეგვიძლია ახლა რატომ მოვიფიქრე არ ვიცი, მაგრამ დაგვიწერეთ კომენტარებში მეგობრებო, ვისაც გიყვართ ფეხბურთი, ძირთადად ხა ამ შემთხვევაში მოდი გოგოებზე გავამახვილოთ ყურადღება და შემდეგში შეიძლება ვიღაცა უცხოც კი იყოს ჩვენი სტუმარი და მაგასთან ვილაპარაკოთ. ვინც არ უნდა იყოს იდეაში რა. უცხოეთ შორის არიან, არასდროს მიკითხავ, შენ საყვარელი გუნდი ვინა? ბარსელონა. სი. არ ვიცი, მეც ალბათ ბარსელონა დიდი ალბათ არის. მე ბარსელონა მიყვარს, მაგრამ ანუ ფეხბურთი არის ესპანეთში რონალდო. ხო, ნუ ეგეთ მომენტში მეც, მაგრამ მესი არა, ძალიან მესი ტოპია. ძალიან. მორჩა ჩვენი ვიდეო. მორჩა ჩვენი ვიდეო. მაგრამ თუცა დავამშვიდობთ. კაი. მოკლედ, ეს იქნება ჩვენი დასასრული. ჩვენი ვიდეო. დღეს ცოტა არეული ვიდეო გავაკეთე. მე და ერენ ცოტა ხანახან გვჭირს ხოლმე ანუ ერთ თემაზე ვერ კონცენტრირდებით. მართლა. ანუ ერთი რაღაციდან შეგვიძლია რომ ანუ არაფერი ანუ
არ ვიცი, შენ შეიძლება ლამინი ამალიდან გადავიდე, რა ვიცი, ჩუსტებზე, ანუ მართლა ხან, ანუ შეიძლება რა არაფრისგან წავიდე რაღაც თემაზე, გვაპატიეთ ესეთები ვარ. მეორე. აბა ეხა აი დაიჭირე ხა და ამ ვიდეოს რაც შეეხება იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და შემდეგი ვიდეოსთვის ცოტა ფიდბექ ან ამ ვიდეოს ცოტა ფიდბექიც გჭირდება და თუ დაგვეკომენტარებთ დაგვესუბსკრაიბეთ დაგვილაიქებთ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. კი და იდეები გჭირდება. იდეებიც გჭირდება, ამიტომ რა გინდათ რომ ნახოთ და რაზე გინდათ რომ ვილაპარაკოთ, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში. ან არასდროს მეგონა მოსწევ ვიყოთ. ნახოთ ის ვამბობთ? კი. 1-2-3. კარგად. 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 ფოკი.